ფავორიტ ფილმი? და ფილმ ოა წარმოგიდგენთ. სცენარის ავტორი ედუარდ ვოლოდარსკი. ანატოლი ჩიჟიკოვის, ელენა ცვენტუხის და ევგენი ტაგანოვის მონაწილეობით. ფილმში ასევე მონაწილეობენ გელა მესხი, ანატოლი ძივაევი, სერგეი გაზაროვი, ევგენი კნიაზევი, მარინა ვოროჟიშჩევა, ნადეჟდა მიხალკოვა, ალექსეი ვერტკოვი, სვეტლანა კოლპაკოვა, ანატოლი გუშჩინი, მარია ანდრეევა, მარია სპივაკი და ვასილი მიშჩენკო. რეჟისორი გინზბურგი სერგეი ვლადიმიროვიჩი. ოპერატორები ანტონ ვერბინი და იგორ ბონდარევი. კომპოზიტორები სერგეი მოროზოვი და ლიუდმილა მოროზოვა. სერგეი შჩერბინის ფილმი. ბელადის ვაჟი. ამხანაგო გვარდიის პოლკოვნიკო, გვარდიის მაიორი ორეხინი თქვენი ბრძანებით გამოცხადდა. გვარდიის კაპიტანი სანგაჯიევი თქვენი ბრძანებით გამოცხადდა. კარგია რომ მოხვედით. დაბრძანდით. აბა, ჩვენს პოლკში თავს როგორ გრძნობთ? პოლკში ნორმალურად, ყველაფერი რიგზეა. თქვენც ასე თვლით? დიახ, ამხანაგო გვარდიის პოლკოვნიკო. სანგაჯიევი, ვიცი წინა კვირას ერთი ფაშისტი რომ ჩამოაგდეთ. თქვენ სიაში მე რამდენია? მერვე. თქვენ რამდენი ჩამოაგდეთ? 11. კარგი, მეც კარგად ვარ და თქვენს. ატაკი. ან რამე წერილი ხომ არ დაგიწერიათ? ატაკი? არა, თუ დავწერდით, თქვენ სახელზე დავწერდით. წერილებს კი მხოლოდ სახლში ვაგზავნით. მჯერა, ესე იგი ვიღაც ხომ დაწერა. ამხანაგო გმირებო, უნდა დაგემშვიდობოთ. ვინ დაწერა? რატომ უნდა დაგვემშვიდობოთ? იმიტომ ამხანაგო სანგაჯიევ რომ სხვა დივიზიაში გადადიხართ. თქვენს. თუმცა რასაჭიროა ამდენი საუბარი? ვაი, წაიკითხეთ. ხელი მოაწერეთ და მოემზადეთ. ესე იგი, პოლკოვნიკ სტალინთან გადავყავართ? რა, კარგად მოგატყუეთ, არა? დაიჯერეთ? ვიცოდი რომ გაგიხარდებოდათ. როგორც ჩანს, მხოლოდ მე და მზარეულ მარუსიას დაგწყდება გული. თქვენს გმირულ ფიზიონომიას რომ ვეღარ დავინახავთ. ჩემი ნება რომ იყოს ასეთ არწივებს, არსად გავუშვებდი. იქნება არც გაგიშვათ. ამხანაგო გვარდიის პოლკოვნიკო, ჩვენ და ამხანაგის სტალინი საფრენოსნო სკოლიდან სულ ერთად ვართ. ვიცი. თქვენს მეთაურზე ბევრი კარგი მსმენია. მისმინეთ. მართალია რომ ამბობენ ამხანაგ სტალინს ძალიან ჰგავსო. ხომ? გადაწყვეტილებას სწრაფად იღებს. სამართლიანი მეთაურია. უშიშარია. ზოგჯერ ზედმეტადაც. სამართლიანია. ნამდვილი ამხანაგია. ხოდა ძალიან კარგი. ასეთი მეთაურების წყალობით გერმანელებს გავდევნით. იმედი ომი მალე დამთავრდება. ქვეყანაში მშვიდობა დაისადგურებს. თქვენ რას ფიქრობთ? მე რას გააკეთებთ? მე ავიასასწავლებელში ვიმუშავებ. პედაგოგად. მფრინავები ყოველთვის საჭიროა. მე სამოქალაქო ავიაციაზე ვფიქრობ. ხალხს გადავიყვან და ტვირს გადავსიდავ. ომის შემდეგ სახელმწიფო უნდა აღვადგინოთ. მართალია ამხანაგო სანგაჯიო. სამოქალაქო ავიაციას დიდი მომავალი აქვს. სიჩქარე მეც მიყვარს. მაგალითად მოსკოვიდან ვლადივოსტოკამდე მატარებლით 10 დღე უნდა იარო. თვითმფრინავით კი? ერთ დღეში ადგილზე ხარ. კარგი. თავს გავუფრთხილდით იქ, ბიჭებო. ომის შემდეგ ქვეყანას ძალიან დასჭირდებით. ვასილი იოსებოვიჩს ჩემგან დიდი მოკითხვა გადაეცით. ხელი მოაწერეთ და თავისუფალი ხართ.
მიდი ჩააწოდე. მიდი. მაშასე შუკარენკო. ანგარში თავისუფლად შეიძლება კალათბურთის და ფრენბურთის მოედნის გაკეთება. შემოდგომა კარს მოგვადგა, წვიმები დაიწყება, ვარჯიშისთვის კარგი იქნება. გვერდით კი ქვიშას დავყრით, სიგრძეში ხტომისთვის და ძელებს დავამაგრებთ. ასე რომ წადი შენი მშენებლები მოიყვანე და საქმეს შეუდექით. ორ კვირაში ყველაფერი მზად უნდა იყოს. ორ კვირაში ვერ მოვასწრებ ამხანაგო გვარდიის პოლკოვნიკო. ვერ მოვასწრებ საჯარიმო ბატალიონში წახვალ. ფრინავისთვის სპორტი აუცილებელია, განსაკუთრებით რეგულარული სპორტი. ნუ გეშინია შუკარენკო. ინვენტარს არმიის შტაბიდან გამოვაგზავნებ. მერე საფეხბურთო ფორმებსაც შევკერავთ და ფეხბურთის ნამდვილი გუნდი გვეყოლება. 20 კილომეტრში ფრონტის ხაზია. რა დროს ფეხბურთის თამაშია? შუკარენკო უკვე გითხარი რომ ფეხბურთშიც ვივარჯიშებთ და ფრენბურთშიც. სხვათა შორის უკვე დიდი ხანია მიცნობ. ხო მართლა ჩემს ბიჭებს როდის გადმოიყვან. ნუ ხელავს საბუთები უკვე გავაფორმე. მერე ერთი კვირის წინ ხელიც მოაწერეს და დღეს ახვალ აქ იქნებიან. გმადლობთ. მოგესალმებით ამხანაგო გვარდიის პოლკოვნიკო. აბა როგორ ითამაშეთ? თქვენ გვაკლდით თორემ, ხო, მაგრამ უფრო დიდი ანგარიში დავამარცხებდით. არა უშავს, აქ საქმეს მოვრჩები და შემოგიერთდებით. ჟივალო, შენებმა რაქნეს, ყველა დაბრუნდა? ეს ესკადრილია ვისია? გვარდიის კაპიტან სოროკინის. 3 კაცი დავკარგეთ. რა დავალებას ასრულებდნენ. მაჟეიკი ის რკინიგზის სადგურზე მიიტანეს შეტევა. იქ ბევრი ტექნიკა შეგროვდა. ტანკისტების დივიზია დიდი გერმანია. იქნებ დაბრუნდნენ. იმედი ყოველთვის უნდა გქონდეს, მაგრამ რაღაც არ ამგონია. არა უშავს. სასაულების ხდება. ხომასია? ო, ნამდვილად. კარგი, თავისუფალი ხარ. არის. ამხანაგო პოლკოვნიკო, შეხედეთ. სასაული. ეს ხომ ჩემი გალკაა. ჩემი გალია. გალია. ვასია. გალია. ფრთხილად. გალია. შუკარენკო, ეს ჩემი ცოლია. სასწაულიც მოხდა. გამარჯობა. ეს უნდა აღნიშნოს. აუცილებლად. მიდი დაასხი. დაბრძანდით. ამხანაგებო. მინდა ჩვენი ახლად ჩამოსული მეგობრების უმაღლესი კლასის მფრინავების სადღეგრძელო შემოგთავაზოთ. ისინი ვასილი იოსებოვიჩთან ერთად საბრძოლო დავალების შესასრულებლად დაფრინავდნენ. მტერს ანადგურებდნენ და მეთაურს ზურგს უმაგრებდნენ. გაგიმარჯოთ. დიახ მეგობრებო. საჰაერო სივრცე ახლა ჩვენი იქნება. ხომასია? ასია ვასილი იოსებოვიჩ. ჩვენ ძალიან გვიხარია რომ ისევ თქვენთან ერთად ვიფრენთ. ხომასია სანგაჯიევა. ო, იმეც არ გაგიცრუებთ ამხანაგო პოლკოვნიკო. აბა ამხანაგ სტალინს და ჩვენს გამარჯვებას გაუმარჯოს. ვაშა. მიდი, დაასხი. მიდი. კიტრი მომაწოდე. მიდი. ვასია. იქნებ საკმარისია. რას ამბობ გალოჩკა? შეხედე ბიჭებმა რა კარგი სუფრა გაშალეს. ჩუმად. შენთვის სიურპრიზი მაქვს. რა სიურპრიზი? ლიუბ, არაკი მოიტანე. მომაქვს ვასილი იოსებოვიჩ. ლიუბაშა. გალკა, შენ ხარ? რა შეხვედრა? აქ როგორ აღმოჩნდი? ადრე რატომ არ მითხარი? აბა? გუშინ გადმომიყვანეს. ფრონტის ხაზზე მინდოდა ყოფნა, თუნდაც მზარეულად. კარგი, მორჩა. მიდი დაჯექი. არა. მიდი დაჯექი მეთქი. მიდი, დაჯექი. მიდი. დაჯექი. ამხანაგებო. მეგობრებო. ყურადღება. მინდა ვასილი იოსებოვიჩ სტალინის ულამაზესი მეუღლის. გალინას სადღეგრძელო შემოგთავაზოთ. მეგობრებო. მოდით ჩემს ცოლს გაუმარჯოს, რომელიც დღეს ჩამოვიდა ჩემთან. ბიჭებს, რომლებიც შემოგვიერთდნენ. და რა თქმა უნდა, ლიუბას. ვაშა. რატომ სხედვართ? რატომ არ ვცეკვავთ? მაიორო, ჩართე მუსიკა, რა სიჩუმეში სხედხართ. მიდი, ჩართე გრამოფონი. გილოცავთ.
გმადლობთ. აბა, წავიდეთ ვიცეკვოთ. ვასილ იოსებოვიჩ, შეიძლება თქვენი ცოლის აცეკვაოდ გავიწვიო? შეიძლება. გთხოვთ. მიდი. ესე იგი მოგილოცოთ ვასილ იოსებოვიჩ. არ ვიცოდი. დავლიოთ? ვის გაუმარჯოს? ჩვენ გაგვიმარჯოს. И каждый вечер сразу станет удивительно хорош. И ты поешь сердце, тебе не хочется покоя. მოდი ვიცეკვოთ. ცოლი არ იეჭვიანებს? არა. Хорошо на свете, ვიცეკვოთ. გთხოვთ. как хорошо, что ты такое. ლიუბაშას საიდან იცნობ? ლიუბაშას ინსტიტუტში ვსწავლობდით ერთად. ერთი კურსით წინ ვიყავი. საბუთების შეტანაში ვასია დაეხმარა. დეკანთან შევიდა თხოვნით. Как хорошо, что ты такое. Спасибо, сердце, что ты умеешь нас თავისუფლად. გალინა ალექსანდროვნა, აქ რატომ დგახართ? შეგწივდებათ. მე უჰაერობა ვიგრძენი. სული შემეხუთა. ისინი რა? კიდევ ცეკვავენ? გულთან ახლოს არ მეიტანოთ. ეს ომია. დღეს ვცეკვავთ, ხალხი შეიძლება მიწა დაგვაყარონ. აქ სხვა ცხოვრებაა. ეს მოსკოვი არ არის. აჯობებს სახლში დაბრუნდეთ. ბავშვებთან. უყვებით მათ გმირ მამას როგორ შეხვდით. ძალიან გაუხარდებათ. ქმარს სახლში დაელოდეთ. ყველაფერი კარგად იქნება. ახლავე მოვალ. თქვენ ასე ფიქრობთ? რა თქმა უნდა. გალკა. გალ, რატომ გამიქეცი? ვასია. ხვალ წავალ. ვიცი მართალი ხარ. აქ შენ ყოფნას აზრი არ აქვს. შუკარენკო.
კარგი საკმარისია, ზედმეტი ცრემლის ღრა არ არის საჭირო. ომი დამთავრდება და ჩამოვალ, გესმის? Сзади. მოგესალმებით ამხანაგო პოლკოვნიკო. შეიძლება? ვასილი იოსებოვიჩ. საუზმეზე არ მოსულ ხართ. ამიტომ აქ მოგიტანეთ. გალინა სად არის? დილიდან არ მინახავს. გალია მოსკოვში წავიდა. ბაბა მიერთვით გაცივდება. კარგად ცეკვავ. მართლა? თქვენს? ვასილი იოსებოვიჩ. ამხანაგო გვარდიის პოლკოვნიკო, აეროდრომისკენ გერმანული ტანკები მოემართებიან. შეუძლებელია საიდან მოვიდნენ. კურშენაის რაიონიდან შემოაღწიეს. ქვეითები არიან და ტანკები. ყურადღებით მომისმინე. მთელი პირადის შემადგენლობა გამოიძახე. ყველა აეროდრომისკენ, ყველა მანქანებში და კიდევ შტაბის უფროს გადაეცი, რომ სასწრაფოდ ქვეითებს და არტილერისტებს დაუკავშირდეს. გასაგებია? დიახ, შეასრულე. დიახ. ნაბატია ლიუბაშა, როგორც ჩანს, არ გვეწერა. Strapad. Gangashia. Chkara. Midi. შენ სად გამოდიხარ? არ გჭირდებით? სროლა მეც ვიცი. თუ ასია გამაგრდი. წინ გადმოდი. ახალი ადიუტანტიც გავიჩინე. რა, არ გინდოდათ ჩემი წამოყვანა? მე თქვენ არ მიგატოვებთ. თავზე ხელაგებული ხალი ხარ. რას მოვესწარით? ქალები იბძვიან. საით? სად მიდიხართ? დაბრუნდით. სად მიდიხართ? უკან დაბრუნდით მეთქი. სად გარბი ხართ? დაბრუნდით. ყველა უკან დაბრუნდით, რომ გეუბნებით. სად გარბი ხართ? დაბრუნდით მეთქი. ლაჩრები. ყველას ტრიბუნალს გადაგცემთ. შეჩერდით. ტანკებით მოდიან. ხედავ რომ ტანკებით მოდიან. თუ გავიქცევით თვითმფრინავებს გაანადგურებენ. თვითმფრინავების გარეშე კი ვინ ვართ? ლაჩრებო. ცხრის ფარა ხართ თქვენი დედაც. სადი ჭურვები მოიტანეს სწრაფად. ყველა დაბრუნდით. თავდაცვისთვის მოემზადეთ. დაწექით მეთქი. ცეცხლი.
ჩვენი ტანკები გზაში არიან, სადაც ამოვლენ. ქვეითების 2 ბატალიონი შემოგვიერთდება. ამდენი ხანი სად არიან? სად? ვერ შეამჩნიეს არა გერმანელები. ხედავ რა ხდება. ტანკები ჩვენს თვით ფრინავებს აფეთქებენ. რა ვქნათ? ტანკები პისტოლეტებით გავანადგუროთ? ყუმბარებით, ფიოდორ, ყუმბარებით. ფიოდორ, ზურგიდან დამიცავი. მომყევით. მიდი დასციე. კიდევ. დასციე. კიდევ. დასციე. შეჭერდი. ცეცხლი. მიდი. დილით მესამე ავიადივიზიის ტერიტორიაზე გერმანელების ტანკები შეიჭრნენ. რა? იქ საიდან გაჩნდნენ? არ ვიცი ამხანაგო გენერალ ლეიტენანტო. დაზვე რომ შეგოტყობინა რომ 200 კილომეტრის რადიუსში არც ერთი ტანკი არ იყო შემჩნეული. საიდან გაჩნდნენ? ჟანდაბა. იქნებ უკან იხევდნენ. იქ შემთხვევით აღმოჩნდნენ. გვიღრენენ ძაღლები. უკან იხევენ და გვიღრენენ? თუ ასია შეტევაზე რატომ გადმოდიან? პოლკოვნიკო კარავაიკო. არ გესმით რას ამბობთ? ეს დაგეგმილი თავდასხმაა. დაზვე რომ რატომ ვერ შეამჩნია? გავფრთხილებთ პოლკოვნიკ სტალინს. რამე რომ დაემართოს, თავებს წაგვაცლიან. და თუ არ წაგვაცლიან, მე პირადად დაგხვრეთთ. გასაგებია? დიახ. რას დგახარ? დამხმარე ძალა გაგზავნე, საიდანაც გინდა. სწრაფად. უკვე გავგზავნე ამხანაგო გენერალ ლეიტენანტო. მეზობელი რაიონიდან ტანკები და ქვეითები უკვე ბრძოლის ადგილისკენ მიემართებიან. როდის მოვლენ? დაახლოებით 9 საათში. ზუსტად როდის? 9 საათში. ამხანაგო გენერალო, გაუძლებენ. პოლკოვნიკ სტალინს არაფერი დაემართება. მოკლედ კარგი მკითხავი მყავხარ. შენ რა, ყავაზე იმკითხავე? კარავაიკო, თუ ბანკო გაშალე. აცნობიერებ რომ იქ ამხანაგ სტალინის ვაჟია. ამხანაგ სტალინის ვაჟი. დიახ, ვაცნობიერებ. ამხანაგო გენერალ ლეიტენანტო. შეიძლება ამხანაგო გენერალ ლეიტენანტო. შეიძლება. შეტყობინება მოვიდა. შეტევაზე გადმოსული მტრის ტანკებს სოფელ კავალეროვკას მხრიდან ცეცხლი გაუხსნეს. თავდასხმა შეაჩერეს. ფერი უკუაქდეს. ლევიტანივით ნუჭიკჭიკებ. უკუაქდეს თურმე. როცა შემატყობინებენ რომ ტერი შეჩერებულია და მისი ყველა ტანკი განადგურებულია, მაშინ ნამდვილად მეწოდინება რომ პოლკოვნიკ სტალინის სიცოცხლე. რას მიყურებთ? სადით ბრძოლას უხელმძღვანელეთ. თორემ მაგ სამხრეებს თავებთან ერთად წაგაცლით. არის? კარგად შევუტიეთ ბიჭებო, აბა რა ეგონათ? ფიქრობდნენ რომ ფრინავები ხელჩართულ ბრძოლაში ვერ ივარგებდნენ, არა? ვერ მიართვეს. მისმინე ფიოდოროვიჩ, არმიის შტაბში მიდი და ახალი თვითმფრინავები მოაცემინე. კარგი? ნუ ღელავ, არ წავალ სანამ ახალ თვითმფრინავებს არ მოგცემენ. ვასილი იოსებოვიჩ, რა მოხდა? იქ ერთი გოგონა მუცელშია დაჭრილი. ექიმები ამბობენ ვერ გადარჩებაო. თქვენ გეძახით, რომელი გოგონა? აი ის ჩვენთან სამზარეულოში რომ მუშაობს. სად არის? იქცევს. ლიუბა. გადი, ლიუბა. ლიუბკა. რა დაგემართა? გცივა? აი დაგაფარე. დასანანია. რა? რას ამბობ? რას ნიშნავს დასანანია? საავადმყოფოში მალე გამოკეთდები. მე და შენ ფოქსტროტსაც ვიცეკვებთ. ტრის ჯიბრზე გესმის? ლიუბა, მოსკოვში სად ცხოვრობ? ზამოსკვორეჩიეში. ზამოსკვორეჩია. იქ სად? სტარომონეტნის შესახვევში. ეს ხომ ჩემი სახლის გვერდითაა. ლიუბა, კინოთეატრი უდარნიკი იცი? ო, და ფილმის სანახავად იქ ბევრჯერ ყოფილ ვარ. ლიუბა. ერთმანეთს სწორედ იქ შევხვდებით. მოსკოვში გესმის? არა მგონია შევხვდეთ. ახლავე შეწყვიტე. მითხარი შევხვდებით, ესე იგი შევხვდებით. გესმის?
ლიუბა. მორჩა, წაიყვანეთ, მიდით. წამოდი. საიდ. წადი მეთქი. წადი. ჯიუტო ცხოველო. აქ რა საკეთებ შენა ბიჭვარო? რა საკეთებ? შეწყვიტე მეთქი გეუბნები. შეწყვიტე. სორდი. გვარი. კორზუნოვი ამხანაგო გვარდიის პოლკოვნიკო. ცხენს რა ჰქვია? წითური ამხანაგო გვარდიის პოლკოვნიკო. წითური? რატომ წითური? იმიტომ რომ ღია წაბლისფერია. მოწითალო ფერი დაჰკრავს. პატარა კიდევ უფრო წითური იყო. ალბათ წითური ამიტომ დაარქვეს. ნაძირავად ცხოველს რატომ არ აჭმევ? რაც გვაქვს იმით გვევავ. ზოგჯერ ჩემთვისაც არ მაქვს საჭმელი. რით დაგეხმარო? მოკლედ ყურადღებით მომისმინე. ჩემს თანაშემწესთან, პოდპოლკოვნიკ ბრივიტკოსთან წაიყვან და ეთქვი, რომ პოლკოვნიკმა ვასილი სტალინმა გიბრძანა. სასწრაფოდ მოსკოვში ჩემს აგარაკზე გადასაგზავნად მოამზადონ. გასაგებია? დიახ, ამხანაგო გვარდიის პოლკოვნიკო. წითურო. ამ ქვეყანაზე წითურები ცოტანი ვართ. ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ. შეასრულე ბრძანება. არის? რა შარში გავეხვიე? ჟანდაბა. დასასრულს შემიძლია თქვა, რომ შექმნილ განსაკუთრებულ გარემოებებში გვარდიის პოლკოვნიკმა სტალინმა ნამდვილი სიმამაცე, ორგანიზატორული ნიჭი და მეთაურის გაბედულება გამოიჩინა. ამიტომ გთხოვთ, განადგურებული თვითმფრინავების სანაცვლოდ ახალი თვითმფრინავები გადმოგცეთ. ზედმეც ხომ არ ითხოვთ? არა. პოლკოვნიკო, იჯექით. იმაზე რატომ არაფერი დაწერე? ვასილი სტალინს თვითმფრინავით ცხენის მოსკოვში გაგზავნა რომ უნდა. მოხსენებაში ამ სისულელეზეც დაწერე. ამხანაგო გენერალო, რა ვქნა? მისი ბრძანების შეცვლა არ შემიძლია. ხოდა დაწერე ამის შესახებ. მირი დაწერე. მაგრამ ეს სხვა საკითხს ეხება. ესეც იმავე პიროვნებას ეხება. გვარდიის პოლკოვნიკ სტალინს. ასეთი მეთაური ღირსია, რომ დივიზიას ხელმძღვანელობდეს. ის ცხენი კი. ცხენი. უკან დააბრუნა. ჟანდაბაში წასულა. ამის გაკეთება არ შემიძლია ამხანაგო გენერალო. ვითომ რატომ? გვარდიის პოლკოვნიკი სტალინი ჩემი თანდასწრებით პირადად ელაპარაკა ტელეფონით ამხანაგ ბერიას. ის დახპირდა, რომ დაეხმარება და აეროდრომზე ცხენების და ხალხის გადასაყვანად სპეციალურ მანქანას გამოგზავნის. თვითონ გაიგონე, რომ ამხანაგი ბერია მანქანის და ხალხის გამოგზავნას დაპირდა. დიახ, გავიგონე. კარგი. მომეცი მოხსენება. შევარდენი ვარ, ზურგიდან დამიცავი, შეტევაზე გადავდივარ. არის მეთაურო. შორს არ წახვიდე, მზის მხრიდან შევუტიოთ. ტოლია, მარჯვნივ მტერია. შევარდენო.
გერმანელი დაგედევნა. ხედავ, ცდილობ გავერიდო. შევარდენო, მიზანში მყავს. ახლავე გავანადგურებ. მეთაურო, როგორ ხარ? ნორმალურად მივახცევ. მიდი. ამოიყვანე. მიეხმარე. აქეთ. სწრაფად. წავიყვანოთ. სწრაფად. წყალი. სწრაფად. Да что же это такое? ეს რას ნიშნავს? ამხანაგო გვარდიის პოლკოვნიკო, თქვენთვის ადგომა არ შეიძლება. პალატაში წადით, საწოლში დაწექით. თავი დამანები, შვიდად მომაწევინე. Лежать вам, უნდა იწვეთ ამხანაგო გვარდიის პოლკოვნიკო. პატარა ბავშვივით იქცევით. честное слово. რას გადამეკიდე? Ну те ж თავი დამანები. от меня. თორემ შემიძლია გესროლო კიდეც. Господи, ღმერთო, что ж вы такое говорите? რას ამბობთ ამხანაგო გვარდიის პოლკოვნიკო? მისმინე. უკვე ნერვებს მიშლი. წადი. Боже мой. ღმერთო, სად არის სამართალი? Вот цел. მთელი დღეები დარბი ხარ, ფეხები გტკივა. ესენი კი მოკლით გემუქრებიან. А? მორჩა საკმარისია. Что значит хватит? რას ნიშნავს საკმარისია? ეს რას ნიშნავს? როგორ? ამხანაგო გვარდიის პოლკოვნიკო, რამდენჯერ უნდა გითხრათ, ასე არ შეიძლება. მოგესალმებით ამხანაგო გვარდიის პოლკოვნიკო. Гущин, ты? გუშინ შენ ხარ? დიახ. ამხანაგო გვარდიის პოლკოვნიკო, მორჩა, ხომ ხედავ აღარ ვეწევი. Дай мне пока. ფრონტელ მეგობართან მაინც დამალაპარაკე. გუშინ, წამოდი. ისერიც გიტეხიათ. წავიდეთ. ილაპარაკეთ, მაგრამ დიდხანს არა. 100 წელია არ გვილაპარაკია. ნიკიფოროვ, შენ რაღაც აკეთებ აქ. მოსაწევად გამოვედი. რას ნიშნავს მოსაწევად? მე გიჩვენებ მოწევას, შედი? ჩემთვის ხომ შეიძლება? პალატაში დაბრუნდი. პეტროს გაუმარჯოს. გამარჯობა. მიდი მომიყევი, ახალი რა არის? შუკარენკოს დაურეკეს არმიის შტაბიდან. მერე მეთაურმა შენი ჯანმრთელობის მდგომარეობა იკითხა. შუკარენკო საკვედურებით აავსო. კი, მაგრამ რატომ? მისი განკარგულების შეუსრულებლობის გამო. საბრძოლო დავალების შესასრულებლად არ უნდა გაეშვი. შენ კი გაფრინდი და დაშვებისას დაშავდი კიდეც. კიდევ რა მოხდა? ბიჭები ფიქრობენ, რომ ახალი დანიშვნა გელოდება. ვასილი იოსებოვიჩი. ვერ ისვენებენ. Спокойно. მერე ბერლინს მინდა ბომბავს. ომის დაწყებიდან ამაზე ოცნებობ. იცი რა ვასია? ჩემი აზრით, სწორი გადაწყვეტილება იქნება ფრონტიდან თუ გაგიწვევენ. თოლი არას ამბობ. Говоришь-то? ამხანაგი სტალინი განიცდის. გასაგებიცაა. Понятно. მისი შვილი ხარ. მაგრამ ამხანაგი სტალინი არ უნდა ნერვიულობდეს. რაღაც სისულელეზე არა? ეს გინდოდა გეთქვა? წადი შენი. ამხანაგ სტალინს უდიდესი პასუხისმგებლობა აკისრია. მან მილიონობით ადამიანზე მთელ ხალხზე უნდა იფიქროს. აი შუკარენკო ამბობს, რომ შუკარენკო ამბობს, რომ ამხანაგმა სტალინმა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს. А если он еще... და თუ შვილებზე იფიქრებს, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების დროს შესაძლოა შეცდომა დაუშვას. აი ასე. თოლია, მოკლედ, ჩიტივით ჭიკჭიკებ ხოჭახ. Вот მითხარი. скажи. Тяж. ჩემთან შუკარენკომ გამოგგზავნა? ჩემი დაყოლიება გინდათ, არა? კარგი, შეგიძლია არ მითხრა. ისედაც ყველაფერი გასაგებია. მე სახლში გამგზავნით. თვითონ კი იბრძოლებთ. თოლია, იცი შენი როგორ მშურს? შენ კიდევ 3 გერმანელი ჩამოაგდე. სულ რამდენია? 9. მართალია თოლია. 9. ფრენის უფლებას არ მაძლევენ ნაცირალები. ძულ ვარ. Это не меня. რამე რომ მომივიდეს, პასუხი უნდა აგონ. Им же придется отвечать ხო вот და აღარ იციან რა გააკეთონ. сковородке. ასია თოლია. Толя. ო, ცუდ დღეში არიან. Завидуешь. მათ ადგილას ყოფნას არ ვისურვებდი. მე უკეთეს დღეში ვარ, ჩემს ადგილას ისურვებდი ყოფნას. დამშვიდდი ვასია. Вот тебе сейчас. ახლა რამდენი წლის ხარ? 23-ის. არა და უკვე დივიზიის მეთაური ხარ. ეს ჩემი კი არა, მისი დამსახურებაა. ვისი? თვითონაც ისი ვისაც გულისხმობ. Хрен бы я ჩემით сам ამდენს ვერ მივახწევდი. добился бы.
ვერ დაგეთანხმები ვასია. შენ საუკეთესო მფრინავი ხარ. ამას გულწრფელად გეუბნები. პოლკში ეს ყველამ კარგად იცის. ამას ვისაც გინდა, იმას ვეტყვი პირში. ვასია, Ты შენ отличный შესანიშნავი მფრინავი ხარ. და საუკეთესო მეგობარი. и друг. ასეთ სანთლით ვერ იპოვე. Искать. კარგი რატოლია. დასალევი გააქვს? Я что, აბა შენთან ხელცარიელი ხომ არ მოვიდოდი. что ли, пришел? ოღონდ მხოლოდ სიმბოლურად ტოლია. Как როგორც სიტყვი. აი, გამომართვე. გაგიმარჯოს. გაგიმარჯოს. რას იზამ სპირტია? მარცხენა საჩვენებელი თითი, ცხვირთან მიიტანეთ თუ შეიძლება. ახლა მარჯვენა. გთხოვთ, კედელთან მიდით. Закройте глаза, вытяните. თვალები დახუჭეთ და ორივე ხელი წინ გაიწვდინეთ. სამი ნაბიჯი ჩემკენ გადმოდგეთ. კარგი, გმადლობთ. Снимите. ხალათი გაიხადეთ და ზურგზე დაწეკით. ასე. აქ გტკივათ? არა. აქ. გტკივათ, თვითონაც ხომ იცი. სამწუხაროდ ვიცი. კორმოდი და სამში დამჭრეს. იმის შემდეგ მტკივა. ხერხემალიც თხემდე გტკივათ? Ему болит? ო, ცოტა მტკივა. Много. სისულელია ეს ყველაფერი აქიმო. ეხი ხერხემალი. სწორედ ამიტომ იღლებით სწრაფად. კონცენტრირების უნარიც ამ მიზეზით დაგიქვეითდათ. И потеря внимания. Ваше თქვენ საქმეში კი ეს ძალიან სახიფათოა ამხანაგო გვარდიის პოლკოვნიკო. ეკიმო, Я ამ სისულელეს შენგან პირველად არ первый ვისმენ. раз. ამხანაგო გვარდიის პოლკოვნიკო. Обращайтесь ко мне. თქვენობით მომმართეთ თუ შეიძლება. მამად გეკუთვნით. Ой, да. კარგი რა ეკიმო. Лучше ჯობია მოვაწერეთ ხელი ქაღალდს და წავალ. თქვენთან დიდხანს გავჭერდი. Я დასკვნას ხელს ვერ მოვაწერ. пишу. ფრენის უფლებას ვერ მოგცემთ. უფლება არ მაქვს. ესე იგი ხელს არ მოვაწერ? Я კომისია უნდა მოვიწვიო. მე მარტო დასკვნას ხელს არ ვაწერ. კარგი. ეგ შენი დასკვნა უკანალში შეიტანე. გასაგებია? სამედიცინო მომსახურების გვარდიის პოდპოლკოვნიკო. აბა მეტაურის გარეშე რას განიხილავთ? командира. თავისუფლად. ვასილი იოსებოვიჩი, ამბობენ რომ რეზერვში გაგიშვეს. ვერ მოესწრებით, იქაც ვერ მოესწრებიან. რა ხდება? მომიყევით. ახალი რა არის? ბრძანება მოვიდა. Ну, რა понятно. თქმა უნდა მოვიდოდა. ყოველდღე ბრძანებებს არ ვიღებთ. ო, მაგრამ ამ ბრძანების შესრულება შეუძლებელია. ვინ თქო რომ შეუძლებელია? ორეხინ. აი შეხედე.
ჩვენ აქ ვართ. მერე? ეს კი მიზანია. იქით აქეთ 300 კილომეტრია. გარდა მის 40 წუთი მაინც აერში უნდა ვიმუშაოთ. ვშიშობ, დივიზია უკან ვეღარ დაბრუნდება. რომელმა ჭკვიანმა გასცა ეს განკარგულება? ვინ გასცემდა? გვარდიის გენერალ-ლეიტენანტმა ბელეცკიმ. მოლაპარაკებას სცადეთ? რა თქმა უნდა ვცადეთ. მხოლოდ ყვირის და მორჩა. არაფრის მოსმენა არ უნდა. ამბობს სხვა აეროდრომებზე შეძლებენ დაშვებასო. რომელ სხვა აეროდრომებზე? რას გვთავაზობ? წინადადება მაქვს. აი აქ მეოთხე გვარდიის საავიაციო პოლკის ბაზაა. მერე? ისინი აქ უნდა გადაფრინდნენ. Вот если бы მოკლედ კარგი იქნებოდა საბრძოლო დავალებები გაგვეცვალა. совсем другое дело. უსკავ. დიახ. სასწრაფოდ ბელეცკისთან დამაკავშირე. არის. ვასილი იოსებოვიჩი. Через 40 წუთში დივიზია ჰაერში უნდა იყოს. არის კავშირი ამხანაგო გვარდიის პოლკოვნიკო. დიახ. ამხანაგო მერვე. გისმენთ? ვასილი სტალინი გაწუხებთ. ჩემი დივიზია თქვენს ბრძანებას ვერ შეასრულებს. ძალიან შორი მანძილია, ამიტომ დავალების გასვლას გთავაზობთ. მეოთხე გვარდიის საავიაციო დივიზიასთან. რას ისურველეს ამბობთ პოლკოვნიკო, ეს ბრძანებაა, შეასრულეთ ბრძანება. Не надо на меня глотать. ნუ მიყვირით, ადამიანურად შევთანხმდეთ. Человечески договориться. ბრძანება შეასრულეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში დივიზიის მეთაურობას ჩამოგართმევთ. კარგი. გასაგებია? დივიზია შეასრულებს თქვენს ბრძანებას. ოღონდ მათთან ერთად მეც გავფრინდები. გასაგებია მეთაურო? რა? ვასილი იოსებოვიჩი. თქვენ ფრენა კატეგორიულად აკრძალული გაქვთ. ახლა კი კატეგორიული ნებართვა მექნება. გამომყევით. ეს ნამდვილი თვითმკვლელობაა. მოდი ფრონტის ხელმძღვანელობას დავუკავშირდეთ. გენერალ ბელეცკის დაითანხმებს. საკმარისია. ბრძანება უნდა შესრულდეს. მიდით ბიჭებო, პოლკი მოამზადეთ. გუნკოვ, სანგაჯიევ, ჩემთან ერთად სამახოთ. ჩააგდე. გასაგებია, მიდით, საქმე შეუდექით. გასაგებია. პარაშუტი მაინც წაიღე, ვასილი იოსებოვიჩი. ომი მალე დამთავრდება. რომ ჩამოგაგდონ, ხომ იცი რომ ყოველთვის უპარაშუტოდ დავფრინო. აბა? მიდი. მე კი ვიცი. როგორც გამონაკლისი. ნარავითარი გამონაკლისი არ იქნება. ნუ გეშინია. ვასია სტალინი თქვენ არ ჩავარდება. გაიწიეთ. გამომართე. ადგილებზე, რაც გახარ თვითმფრინავი მოამზადე. არის. გაიწიეთ. თვითონ გაფრინდა. ო, უპარაშუტოდ. მისი შეჩერება ვერ მოახერხე. მას ვერავინ შეაჩერებდა. დიახ. დიახ. დიახ, გასაგებია. არის. გონი გადავრჩით. დივიზიის მეთაურთან დამაკავშირე. შევარდენო. შევარდენო. კალუგა ვარ. კალუგა ვარ. საბრძოლო დავალება იცვლება. საბრძოლო დავალება იცვლება. ყურადღება, შევარდენი ვარ. 5 წუთში ობიექტს მიუახლოვდებით. შეტევისთვის მოემზადეთ. არის, მოემზადოთ შეტევისთვის. შეტევისთვის მოემზადეთ. ახლა ვუჩვენებ წერს. დამშვიდეთ, დამშვიდეთ ბიჭებო. მოემზადეთ. მეცხრე ზურგიდან დამიცავი. შეტევაზე გადავდივარ. ლიოშა, შორს არ წახვიდე. მეშვიდე, დაგედევნენ. ხედავ, ღრუბლებში შედი. მანევრირება დაიწყე. სად მიდიხარ, პოლკოვნიკო?
პოლკოვნიკო, ზემოთ გერმანელია. ტოლია, მიზანში ამოიღე. ვცდილობ, მეშინია შენ არ მოკარტყა. ეგ ძაღლიშვილი შენთან ძალიან ახლოსაა. ტოლია, გადახტი, მოგახვედრეს. ახლავე, თითქმის მიზანში მყავს ვასია. გუშინ შეასრულე ბრძანება, გადახტი. ახლავე. არის. ტოლია, გადახტი, სწრაფად, სულელო. ტოლია, გადახტი, გესმის? მორჩა. შვიდობით მეთაურო. ახლა 1944 წელია და არა 1941. თქვენ კი ერთ ბრძოლაში 6 თვით მფრინავი დაკარგეთ. გაგიჟდით? ნახევარი ესკადრილია. გვარდიის დივიზიის შემარცხმელები. თქვენ გვარდირები კი არა. უვიცი ბავშვები ხართ. ყველაფერი ვიცი. ვიცი გვარდიის პოლკოვნიკის სტალინი აკრძალვებს რომ არ დაემორჩილა. ვიცი სამედიცინო კომისიის დასკვნა რომ არაფრად ჩააგდო. ყველაფერი ვიცი. ასევე ვიცი რომ ამ ყველაფრის გამო პასუხს შენაგებ. იცი რომ ის ახალ სამსახურში გადაყავთ. ხვდები? რაზე ვლაპარაკობ? გვარდიის პოლკოვნიკო. დიახ, ამხანაგო მეთაურო. ბრძოლის შედეგებზე პასუხს ვაგებ. ტოლიას სახელით. ბერლინისთვის ბრძოლაში თავი გამოიჩინეს ავიაციის მთავარი მარშლის ნოვიკოვის, ავიაციის მთავარი მარშლის გოლოვანოვის, ავიაციის გენერალ-პოლკოვნიკის რუდენკოს, ავიაციის გენერალ-პოლკოვნიკის კრასოვსკის, ავიაციის გენერალ-ლეიტენანტის სავიცკის, ავიაციის გენერალ-ლეიტენანტის ბელეცკის, ავიაციის გენერალ-ლეიტენანტის ლოგინოვის, ავიაციის გენერალ-მაიორის არხანგელსკის და პოლკოვნიკ სტალინის მფრინავებმა.